მოგესალმებით მეგობრებო. Აი ესეთი შესანიშნავი დრიფტით, კვამლით და ბოლით. Როგორც დაგვირდით, ჩვენ ვიდეოებში იქნებოდა დრიფტით, კვამლით და ბოლით. დღეს ორ შესანიშნავ F82 M4-ს განვიხილავთ, რომელიც არის ერთი single turbo, მეორე კიდე stock turbo. რა უპირატესობები აქვს single turbo-ს და რა უპირატესობები აქვს stock turbo-ს, ყველაფერს გეტყვით. ასევე S55-ზეც რამოდენიმე სიტყვას გეტყვით, როგორი ძრავებია, როგორც N55 განვიხილეთ. და თუ არ გინახიათ ეს ვიდეო, მეგობრებო, გადადით N55-ის ვიდეო ნახეთ, M255 განვიხილეთ და შემდეგ ისევ დაბრუნდით და უყურეთ ამ ვიდეოს, რადგან N55-ის გაგრძელება S55 უკვე WBS-ი M-ის ძარაში და მოდი ვნახოთ ერთად ყველამ თუ როგორია S55. ნუ რაც შეეხება ამ ორ შესანიშნავ M4-ს. ერთი M4 არის ჩვენი სერვისის, ანუ ჩვენი პირადი მანქანა არის, რომელიც ახალ ჩამოსულია, მცირედი დაზიანებით ჩამოვიდა. მოვაწესრიგეთ, ცხვირი ავაწყოთ, შევღებეთ და გამოვიყვანეთ თუ არა და შემოგთავაზეთ ვიდეოში აგრესიული დრიფტი, კვამლი და დრაგსაც შემოგთავაზეთ, როგორც გითხარით. ეს მეორე შესანიშნავი F82 არის ჩვენი მეგობრის, ჩვენი გამომწერის, ბათუმში ცხოვრობს და ნუ single turbo არის ეს, როგორც გითხარით, ერთი იქნებოდა single turbo, ერთი იქნებოდა stock turbo. ჩვენმა გამომწერმა, ჩვენმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ single-ზე აეწყო. მე ხა გეტყვით, მოდი ჯერ დავიწყოთ S55-ის განხილვა, ზოგადად ძრავის განხილვა და მე გეტყვით უკვე stock turbo-ს რა კარგი თვისებები აქვს და singles რა აქვს კარგი თვისებები და ასევე ცუდ თვისებებზეც ვისაუბრებ. S55-ს რაც შეეხება, S55-ის შემთხვევაში ნაკლები პრობლემები გვაქვს, მაგრამ ისევ და ისევ გვაქვს რაღაც პრობლემები, მაგასაც ეტაპობრივად გეტყვით ყველაფერს. S55-ში კარგი ისაა, რომ ზოგადად S სერია ძრავები, რა ძარაში წიდება, არის ყველა M-ი, ანუ WBS. WBS-ი გულისხმობ WinCode-ის პირველ 3 ციფრს. რადგან M-ში იდება S55, შესაბამისად M-ს ვინც ყიდულობს, ყველა ყიდულობს ან დრიფტისთვის, ან ტრეკისთვის. ეხლა მოდი შევეხოთ S55-ის ნიზს. S55-ის ნიზში ზეთის ნასოსი არის 2. შესაბამისად S55-ს ზეთის პრობლემა არ აქვს. იმდენად, რამდენადაც N55-ს. N55-ს ზეთის ლაპა ერთი ცალი აქვს, საიდანაც ზეთს იწოვს. S55-ს 2 ნასოსი აქვს და სადღაც 5 ფეხი აქვს, საიდანაც 5 ფეხი აქვს ლაპის, საიდანაც ყველა კუთხიდან ზეთებს იღებს. ნუ ეს გათვლილია მოსახვევებზე, ზანოსზე, დრიფტზე და ანუ ესე რო გითხრათ, მოსახვევში, ზანოში რო შიმშილი ზეთის არ კონდეს, მაგიტო დაუმატეს ნასოსიც და დამატებითი ლაპები, რომელიც ყველა კუთხიდან ზეთს ამოიღებს. ქვედა მხარე S55-ში ყველაფერი არის იდეალურად. რაც შეეხება NIS ბლოკს, რასაც ვეძახით და N55-ში ღია გქონდა. S55-ში ქართულად უკვე დახურული გვაქვს და აქ უკვე stock NIS-ში შეგვიძლია stock გილზებში შეგვიძლია ჩვეულებრივად ჩაუბეროთ 40, 45, 50 PSI. ოღონდ აუცილებელია შპილკები, რადგან სტოკი ბოლტები ვერ უძლებს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ წნევას ჩაბერავ, მით უფრო მეტი საშიშროება გალუკის აწევის. გალუკა როცა იწევა, ქართული შპილკები იწელება. შემდეგ უკვე ცილინდრებიდან ცილინდრებში გადადის, წყალში გადმოდის ბუსტი და ნუ პრობლემებს ქმნის. NIS-ში ერთადერთი რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა და პრობლემური არის კალენვალზე, ნუ ღერს რასაც ვეძახით, ნუ ამას კოვანი ღერძი აქვს და N55-ს კოვანი ღერძი არ აქვს, ნუ ეგეს პლუსია S55-ის, რადგან ბევრ წნევას და ბევრ დატვირთვას უფრო უძლებს და არ წყდება. ღერძზე არის დამაგრებული კბილანა, რომელი კბილანაზეც ზეთის ნასოსის და ვანუსების ცეპები ტრიალებს. სტოკი S55-ის შემთხვევაში ხშირი პრობლემა ამ კბილანის დაშვება, ანუ წინა ჭკივის ბოლტი იშვებს და ეს კბილანა ტრიალდება და უკვე ვანუსებსაც ვეღარ ატრიალებს, რასპედულებსაც შესაბამისად ვეღარ ატრიალებს, ზეთსაც ვეღარ აკაჩავებს და ისტუკება 70%. 30%-ის შემთხვევაში კომპიუტერი ასწრებს ჩაქრობას მანქანის და შესაბამისად უკვე ვეღარც დაკოკავთ, უკვე მეტკების არეული იქნება, კომპრესიების არ იქნება და აღარაფერი აღარ იქნება და 100-დან 70% ისტუკება, 30% კიდე კომპიუტერის ხარჯზე გადარჩევა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ რამოდენიმე მინახია ეგრე დაშვებული, გადარჩენილი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მინახია დაშვებული და დასტოკოლი. რაც შეეხება მაგ პრობლემის მოგვარებას, იყიდება 4-პინიანი, ჩვენ ლუკას ვთხოვ რომ ჩასვას ეს კბილანა რაც არის 4-პინიანი, რომელსაც დააყენებთ და ივიწყებთ მაგ პრობლემას. ნუ რატო აქვს S55-ს ეს პრობლემა და რატო არ აქვს N55-ს? N55-ში იგივე კბილანა დევს, მაგრამ S55-ის შემთხვევაში გადაცემათა კოლოფი გვაქვს DCT და მექანიკა.
მექანიკაზე, ანუ რაც გინდა უქენი, აი პირველი ტაჩკარდი, მეორეთ, მესამეეთ იზანოს ეიდრიფტავე, არაფერი არ მოუვა. ერთადერთი პრობლემა როცა ეგ მოსდის, აი მაგალითად მეხუთედან მეოთხეში რო ჩამოვიდე, ანუ დაუნშიფტს რო გავუკეთებ, მთელი ძალა, თორქი, ცხენი, ყველაფერი მიდის მაგ პილანაზე, რადგან მაგ პილანაზე აგებული ეს ცეპის სისტემა ყველაფერი და მაშინ იწყებს ან წინაშე კივის ბოლტის დაშვებას. ეგაა ამათი პრობლემა. DCT-ის შემთხვევაში დაუნშიფტზეც აკეთებს, DCT-ის შემთხვევაში და აკეთებს კიდე უაზრო მომენტში აკეთებს, როცა ტორმუზგაზე დადგები და აი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხეს გაუკეთებ ადგილზე და ტორმუზზე ხარ. აი ეს მთელი ნიუტონი თორქი რო შენ ტორმუზით აჩერებ ამ ყველაფერს ძალა მიდის ისევ და ისევ მაგ პილანას და იშვებს. ნუ მაგ 4 პინიანს დააყენებ და ეგ პრობლემა სამუდამოდ მოგეხსნებათ. აღარასდროს აღარ შეგაწუხებთ წინაშ კივის ამ პილანის მოშვება. ნუ ნიზში ერთადერთი ეს პრობლემა აქვს, ეს 55 დანარჩენი ყველაფერი არის იდეალურად. გალოკას რაც შეეხება, გალოკა N55-ის როგორც გითხარით და S55-ის ერთი და იგივეა, გალოკაში არაფერი არ შეცვლილა, რასპედლებიც იგივეა, ვალტრონიკის იგივეა, ვანუსების იგივეა, ვაფშე ყველაფერი იგივეა. გალოკის შემთხვევაში იგივე პრობლემები გვაქვს, რაც N55-ში. ნუ ამათი კრიშკის პრაკლატკა და ნუ Z-ის კორპუსის პრაკლატკა იმდენად Z-ს არ უშვებს, იმიტომ რომ ჯერ მაინც ახალი თაობა 2014-დან წამოვიდა F82 და F80-ები და F87-ები და შესაბამისად გარბენი იმდენი არ აქვს, რომ უკვე ეგ პრობლემები კონდეს დაწყებული და ნუ ზოგადად გარბენი უფრო აღმოაჩენს მაგ პრობლემებს, იმიტომ რომ N55-ები 2009-დან რო წამოვიდა, არ არის N55-ები, ძალიან ბევრი წლები გავიდა მაგის შემდეგ და უფრო მეტად N55-ებში გვხვდება ეგ პრობლემა. ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ 2-3-4 წლის მერე იგივე პრობლემა იქნება. ამაზეც თუ შეამჩნევთ Z-ის კორპუსს, Z-ი გაზის აუცილებლად სალნიკები შეუცვალეთ, თვითონ პრაკლატკები და რაც შეეხება კრიშკას, ხშირი პრობლემაა S55-ზე დიაფრაგმა რაშიც დევს, დიაფრაგმა იხევა ხოლმე და ამას ჩაშენებული დიაფრაგმა აქვს, როგორც N55-ს და კრიშკასთან ერთად უნდა შეცვალოთ მარტო დიაფრაგმა არ იცვლება. ნუ ცვლიან, მაგრამ მე წეპო უსვია, ნუ არა ლამაზი რა, ჩემი გადმოსახინად, ჩემი აზრით, ჯობია მთლიანად S55-ის ახალი კრიშკა იყიდო და დააფაროთ, ნუ თავისი პრაკლატკაც მოყვება. იგივე პრობლემები აქვს კრიშკაზეც და Z-ის კორპუსზე და ყველაზე დიდი პრობლემა რაც აქვს S55-ს, როგორც კი M-ს იყიდით, აუცილებლად ნახეთ, როგორც გითხარით, ქვედა ცეპის კბილანა, თუ შეცვლილი არ არის, აუცილებლად შეცვალეთ ავტომარკეტი დააყენეთ და აი ეს ზედა კულერი. ზედა კულერი 30-40 მაილზე უკვე წყალს უშვებს. ანუ ეს მოგეხსენებათ ტურბინიდან დაბერილი ჰაერი გრილდება წყალზე. ერთი დიდი რადიატორი უყენია წინ, მეორე ზედა კულერი უყენია ზემოდან. ნუ ზედა კულერს აქვს უფრო მეტად პრობლემა, დანარჩენ რადიატორებს ვაფშე არაფერი არ მოსდის საერთოდ, იდეალურად მუშაობს და ზედა კულერს ფიჭები შიგნით რაც აქვს, ნუ დროთა განმავლობაში ეს ანტიფრიზი აფუჭებს ამ ფიჭებს და ამ ფიჭებიდან იწყებს ანტიფრიზის, ანუ წყლის გაჟონვას, რის შემდეგაც დროსელში ხდება, დროსელიდან ცივ კოლექტორში და ცივი კოლექტორიდან გადადის კლაპნებში და ამის შემდეგ უკვე თუ არ მიაქცევ ყურადღებას, გიდროუდარი შეიძლება მიიღოს, შეიძლება შატუნი დაღუნოს და ნუ ესე შემდეგ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. პირველი ჩემი რჩევაა შეამოწმეთ აუცილებლად ცეპი, რაზეც ტრიალებს, ეგ კვილანა თუ არ აყენი ავტომარკეტი დააყენეთ და მეორე ჩემი რჩევაა ეგრევე როგორც იყიდით, ზედა კულერი თუ ავტომარკეტი არ აყენია, სტოკი კულერი მოხსენით და დროსელთან მუხლი რაც არის charge pipes, რასაც ვეძახით, charge pipe-ში არ იყოს ანტიფრიზი ნამყოფი. თუ ანტიფრიზი ოდნავაც ნამყოფია და შეამჩნევთ მწვანეფერი ან ლურჯიფერია, აუცილებლად კულერი მოხსენით და ახალი დააყენეთ. არ გირჩევთ ისევ ორიგინალის დაყენებას, რადგან ორიგინალს ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს. მოხსენით და რამე ავტომარკეტი $300-400-დან იწყება ავტომარკეტები და ავტომარკეტით ჩაანაცვლეთ. ნუ გაგლებისთვისაც კარგია და ზოგადად ყოველფრისთვის კარგია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას, ეს არის თავიდან ბოლომდე სტოკი, როგორც გითხარით, ახალ ჩამოსულია, ავაწყვეთ, შევღებეთ, გავამზადეთ და ეს ავტომობილი იყიდება. ეს ავტომობილი იყიდება $27,000 და თუ ვინმე დაინტერესდება, შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენ სოციალურ ქსელებზე და აუცილებლად ძალიან მაგარ ფასდაკლებას გაგიკეთებთ. ეს ავტომობილი არის სტოკ ტურბოზე, კატალიზატორებით და უბრალოდ stage 2 გვაქვს ჩაწერილი. კატალიზატორები გვაქვს მითითებული და stage 2-ზე, რავი, აი ნახავთ კადრებს, ძალიან იდეალურად დადის, ყველაფერს აკეთებ, დაბლებიდანვე ბუსტი აქვს, დაბლებიდანვე თორქი აქვს და აი ყველაფერი იდეალური აქვს. აი ჩემი აზრით, თუ ემი გინდა სასლიანად საზანოსოთ, სადრიფტაოთ, საგაზაოთ, აი ესე მოკლე მანძილებში, აი ესე თუნდაც ბანზე, იმიტომ რომ stage 2 S55, stage 2 პლუსი 100-200 დადის, 6-ის დაბას და ზოგჯერ 6-იანაც გამოდის, გააჩნია ამის თუ
თუ დაამაგარი სიცივია და კაი ამინდი დაემთხვა, DA თუ დაემთხვა, 6-იანიდან ჩვეულებრივად გამოდის 5-8-შიც გვივლია და 5-9-შიც გვივლია სტოკი S55, სტოკი ტურბოთი. ეს 55-ის შემთხვევაში როცა აყენებთ ჰიბრიდ ტურბოს, თუ სტოკი ტურბო აღარ ყოფნით და აყენებთ ჰიბრიდ ტურბოს, ჰიბრიდ ტურბოდან მაქსიმუმ შეგიძლიათ 800-850 ცხენის ამოღება საბურავზე, რადგან უკვე მივდივართ შატუნის ლიმიტზე. შატუნი, S55-ის შატუნი სტოკში უძლებს 1000-1020 ნიუტონს, მაგრამ ეგ არის ბოლომდე გაწურვული პიკზე მიყვანილი. ჯობია S55 თუ გააკეთებთ და ანონს დროიკებთ ჰიბრიდ ტურბოზე 950 ნიუტონზე გააჩეროთ, რომ შატუნმა არ გაიღუნოს და არ გაწმეს და ბლოკი არ გასკდეს. პორშინს რაც შეეხება 1000 ცხენზე, 1100 ცხენზე ჩვეულებრივად სტოკი პორშინი მუშაობს, მაგრამ სტოკ ტურბოს შემთხვევაში მაქსიმუმია 620-630 ცხენის საბურავზე რაც შეგიძლიათ ამოიღოთ. ჰიბრიდ ტურბოზე როგორც გითხარით 850 ცხენის ამოღება შეგიძლიათ, მაგრამ იქაც პატარა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ, რომ შატუნი არ გაწყდეს და არ გაიღუნოს. კოლობს რაც შეეხება, აქ ძალიან მაგარ პონჩი ვართ, იმიტომ რომ DCT ქართულად 1000 ნიუტონს უძლებს და 1050 ნიუტონით შეგიძლიათ გაატანინოთ უპრობლემოდ, მაგრამ თუ შეატყობთ რამოდენიმე ხნის შემდეგ, თვის შემდეგ, რავი, კვირის შემდეგ, რომ უკვე ბუქსაობს, ნიუტონები აუცილებლად დაუწიეთ, 950-ზე გააჩერეთ, რომ ცეპლენები არ დაიწვას. ეს არის სტოკი S55, სტოკ ტურბოს და ჰიბრიდ ტურბოს რაც შეუძლია. თუ უფრო მეტი ცხენებზე წახვალთ, აუცილებლად გჭირდებათ აქაც შატუნი და აუცილებლად გჭირდებათ აქაც პორშინი, დამატებითი ნასოსი გჭირდებათ აქ ბაქში, ოღონდ იმიტომ რომ ამას მაღალი წლების GDI ნასოსებს რასაც ვიძახით, ქარხნულად 2 უყენია და N55-ს 1 უყენია, იმიტომ გიწევთ N55-ზე შეცვლა და aftermarket-ით ჩანაცვლება. ამას 2 უყენია და ბაქში არ ჭირდება მაღალი წლების ნასოსების შეცვლა, მხოლოდ ბაქში ამატებთ 1 ნასოს და უკვე 950 ცხენს საბურავზე ჩვეულებრივად გაჩავს. ეს არის სტოკი S55-ის შესაძლებლობები, ამაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ აი ახლა დილიდან საღამომდე მოგვიწევს აქ დგომა, ვიდეოს ჩაწერა და თქვენთვისაც მოსაწყენია და ჩვენთვისაც 2 დღე-ღამე აქ ვერ დავდგებით. მაგრამ მაქსიმალურად რაც სასწრაფოდ როცა შეიძენთ და უნდა გაუკეთოთ, ეგაა ყველაფერი რაც გითხარია. თუ რამე კიდე უფრო მეტად დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ და ჩვენ კიდე ძალიან ბევრჯერ გადავიღებთ S55-ს და ძალიან ბევრჯერ გადავიღებთ ზოგადად M სერიას და დანარჩენ ვიდეოებში აუცილებლად გეტყვით ყველაფერს. თქვენ თუ რამე ინტერესი გაქვთ, გიგვითხარით. ამ ჩვენი მეგობრის მანქანა, ჩვენი გამომწერის მანქანას რაც შეეხება, ჩვენ მეგობარს უნდა ძრავზე 700 ცხენი. 700 ცხენი და უნდა ყოფილიყო სინგლი. ამისთვის შევარჩიეთ G42 1200-იანი, მივედით ტატო ფუხაშვილთან, ცხელი კოლექტორი ავაწყეთ, ტურბოს კიტი ჩამოვიტანეთ, ასევე კულერი, ზედა კულერი ჩამოვიტანეთ, სინგლს უკვე რო აყენებ, ზედა კულერი აუცილებლად უნდა შეუცვალოთ, უკვე სტოკი პლასმასები აქვს და შეიძლება გატყდეს, ვერ უძლებს და ჩამოვიტანეთ ზედა კულერი. ზედა კულერი მოგითხარით, რომ პრობლემურია სტოკ ძრავებზე და მაინც შესაძლებელი იყო და შევცვალეთ. ტურბოს კიტი ტატოსთან მივედით და შევიძინეთ. ყველაფერი ტატო ფუხაშვილმა აწყო. ტატო ფუხაშვილი არაერთ ვიდეოში მაქვს ნახსენები ჩვენ მანქანებს, რაც კი ყავს პროექტები, ყველა აბსოლუტურად ტატო ფუხაშვილის გაკეთებულია და დანარჩენი უკვე ტექნიკური მხარე ავაწყეთ, დავაყენეთ, დავქოქეთ, გაუმართეთ, ბუსტის დაჭიკი ჩამოვიტანეთ. ესე შემდეგ ყველაფერი გაკეთდა ჩვენთან სერვისში. რაც შეეხება ნასტროიკას, ABB პერფორმანსში გავაკეთეთ ავტოსთან. დავიწყეთ სტოკი წნევით, 18 არ იყო, მეგონი 14 PSI იყო, 14 PSI დატრიალება, ეგრევე საბურავზე დაწერა 431 ცხენი, 14 PSI-ით 1200-მა ტურბომ, მერე ნენელა აუწიეთ და გავაჩერეთ 27 PSI-ზე, რადგან საწვავის სისტემა როგორც გითხარით, სტოკის საწვავის სისტემა S55-ს 600-620 ცხენამდე ყოფნის. მერე უკვე ბაქში ნასოსის დამატება არის საჭირო და რადგან ჩვენს მომხმარებელს და ჩვენს მეგობარს არ უნდა რომ ბაქში ნასოსები დაგვემატებინან და ზედმეტად დაგვეტვირთვა მანქანა, იმიტომ რომ თვითონ ძრავი არის სტოკი, ჩვენ მაქსიმალური შევძელით და ბენზინზე, არა სპირტზე 27 PSI-ით ამოვიღეთ საბურავზე 674 ცხენი, ანუ ძრავზე გამოდის სადღაც 790 ცხენი. ანუ სტოკი ძრავი, სტოკის საწვავის სისტემა, single turbo boost-ი დაჭიკით, პაჭტი 800 ცხენი აქვს ძრავზე და 100-200 თქვენთან ერთად დღეს როგორც გითხარით, ასევე დრაგი გვექნება თქო, გავალთ ბანზე, გავიგებთ
სტოკი S55, სტოკ ტურბოზე, სტეიჯორზე, კატალიზატორებით 100-200 რამდენში დადის და გავიგებთ სინგლი ბენზინზე, მხოლოდ ბენზინზე 27 PSI-ით, სტოკი საწვავის სისტემით, სტოკი ძრავით 100-200 რამდენში გაივლის. ამ კადრებს ყველაფერს ჩვენი ბესო აუცილებლად შემოგთავაზებთ. დანარჩენი თუ როგორც გითხარით დაგაინტერესებთ უფრო კონკრეტულად S55-ზე ზოგადად კითხვები გექნებათ, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, აუცილებლად ეს ვიდეო მეგობრებო გადააზიარეთ და აუცილებლად დაალაიქეთ, რადგან ძალიან ბევრ მაგარ საინტერესო ვიდეოს დავდებთ და პლუს ამას თუ გამოიცნობთ მეგობრებო, ამ ვიდეოს შემდეგ რა ძრავს განვიხილავთ, დაწერეთ კომენტარებში, აუცილებლად და თუ გამოიცნობთ, რავი, ძალიან დიდი მადლობლები დაურჩებით. რაც შეეხება ამ ვიდეოს არ გემშვიდობებით, ეხა ბესო დაგიბრუნდება ძალიან მაგარი კადრებით, დრიფტით, ბოლით, ძანოსით და შემდეგ უკვე გადავალთ ბანზე. როგორც გითხარით, საღამომდე მეგობრებო თქვენთვის რამოდენიმე წამში, ჩვენთვის რამოდენიმე საათში. აი ეს მინდოდა მე თქვა რა, სინგლში და სტოკ ტურბოში ესაა სხვაობა სტოკი ტურბოთ.
ცოტაც და უკვე წერონის ბანზე ვიქნებით მეგობრებო. მალე დავიწყებთ 100-200-ის გატესტვაზე, ანუ სანამ 100-200-ს გავტესტავ. 1-2 სიტყვას კიდევ ვიტყვი S55-თან დაკავშირებით, რადგან ბევრი არ ვილაპარაკე S55-ზე, იმიტომ რომ N55-ს გაარეგნულად რა პრობლემებიც აქვს. S55 რადიკალურად განსხვავდება, იმიტომ რომ charge pipe-ები სხვანაირი აქვს. S55 წყალზე გრილდება, ტურბოდან დაბერილი ჰაერი წყალზე გრილდება, N55-ში ჰაერზე გრილდება, ანუ ქვედა ინტერკულერში ჩადის boost pipe-ი, ამას ძალიან ძლიერი აქვს და ტურბოდან ეგრევე ზემოთ ინტერკულერზე ამოდის. ნუ ძალიან ბევრი რამ M-ში და S55-ში გამოსწორებულია. ნუ გალოკას შევეხე კიდევაც N-ში და S-ში არაფერი სხვაობა არა საერთოდ. ალტრონიკის და რასპედროებს ყველაფერი ერთი და იგივეა. ნუ კრიშკა გითხარით კიდევაც დაბალი გარბენიან, ჯერ დაბალ გარბენზეა M-ები და ზოგადად მაგით არ აქვს პრობლემები, თორე როგორც N55-ს Z-ის კორპუსიდან ჟონვა, Z-ის კრიშკიდან ჟონვა, Z-ის ნუ ეგ პრობლემები, ამასაც მალე დაიწყება დარწმუნებული ვარ. რადგან M-ია ქვედა ნიზი ბლოკს, რასაც ვეძახით, ყველაფერი გამოსწორებულია, აი ყველაფერი ისეა გაკეთებული, როგორც უნდა გაუკეთო N55-ს, როცა ატუნინგებ. აქ ყველაფერი არის 5-იანზე. ამას წყლის პომპა მექანიკური აქვს, N55-ს, ნუ ელექტრომექანიკური პომპა კიდე ეგრე მარტივად არ ფუჭდება და ესე ქუჩაში არ დაგტოვებს, როგორც N55-ში ელექტროპომპა. რაც შეეხება პომპას, თვითონ პომპა ნუ მექანიკური კია, მაგრამ ამაზეც მინახია პრობლემები, ანუ ოდნავ წყლის ჟონვას იწყებს სალნიკიდან ხოლმე და ნუ მარტივად გვარდება, ანუ მოხსნი სალნიკს შეუცვლი და დააყენებს თუ არა და პომპას შეცვლი საერთოდ და ეგაა რა. ეხლა რაც შეეხება სტოკ ტურბოს, სტოკ ტურბო აი მომწონს ძალიან. და რატო? ქალაქში სამოძრაოდ არის იდეალური. ბუსტი ცხენი დაბლებიდანვე აქვს, აი 1500-დან დააჭერ, 2000-დან დააჭერ, ეგრევე ბუსზე გადის სამოძრაოდ მანევრირებისთვის, ჩქარი აბგონის გასაკეთება, აი ყველაფრისთვის იდეალურია. ბანზე გამოხვალ, თავიდან ბოლომდე სტოკია მანქანა, სტეიჯორი გიწერია და 6-იანში დადიხარ 100-200-ს. აი, ძალიან მაგარი შედეგია ზოგადად, ქარხნული მანქანიდან უბრალოდ სტეიჯორს წერ და 100-200-ს დადიხარ 6-იანში და N55-ით 6-იანში რო იარო, აი ძალიან ბევრი რამე უნდა გაუკეთო და აი ძალიან ბევრი ფული უნდა დაახარჯო რა N55-ს. ნუ მესმის კიდევაც, იმიტომ რომ N55 უფრო იაფ ფასიანი ვერსია, რადგან ყოველდღიურობისთვის გამოუშვეს, ყოველდღიურობისთვის მოსახმარია, ოჯახისთვის მოსახმარია. M-ს რაც შეეხება, M-ები ზოგადად უფრო მეტად უფრო ტრეკისთვის და საგაზაოდ სადრიფტავთ, ნუ ესე შემდეგ M-ს იმდენად ვერ იხმარ, როგორც ჩვეულებრივ F-სერიას. რაც შეეხება M-ს კლადიშები, როგორც N55-ს ანალოგიური აქვს, ანუ ვაფშე სხვაობა არ არის კლადიშებში, როგორც იმას უწევს სერვისი, ისევე უწევს ამასაც სერვისი რა. სტოკი ტურბო, ერთი სიტყვით მაგარი მევასება. ჰიბრიდ ტურბოც კარგია, მაგრამ ყოველდღიურობისთვის სტოკი ტურბო ჯობია. თან კარგად კეთდება, საწვავის სისტემაც აქვს. ქარხნულად აქვს, ანუ ორი მაღალი წნევის ნასოსი დგას, ბაკში ნასოსი მეტი ლიტრაჟობის აქვს M-ს, როგორც N55-ს ეგრე არ აქვს და უფრო მეტი საშუალება გაქვს ცხენის ამოსაღებად, ისე რომ ფული არ დახარჯო მეგობრებო და. ავი, ჩემი ერთადერთი რჩევა ისაა, რომ თუ M სერია შეიძენთ, F სერიის M-ი შეიძინეთ, იმიტომ რომ ბოლო M-ია, რომელიც არის DCT კოლობზე და დანარჩენი M-ები უკვე რომელიც გამოვიდა G სერია მაგით არ მომწონს, ავტომატიკის კოლოფი უყენია რა და აი გადართვები საერთოდ არ იგრძნობა, ზანოსის დაწყების მომენტი, აი როგორც ავტომატიკით იწყებს ზანოს ეგრე იწყებს და ანუ უფრო კომფორტისკენ აი ყველაფერი თაჩებს, აი თითი რომ უნდა დაისოლო და მაგიტაფონს რომ უნდა აუწიო და რაღაც ეგრე ყლეობები აქვს რა და ცოტა უფრო მამაკაცური უნდა იყოს M-ი, აი უხეში ბევრი არაფერი არ უნდა გქონდეს, აი ეს ძველი კნოპკები და რაღაცები ხმის სასაწევები, როგორც Rockchester-ის M-ში იყო და E90, E92-ის M-ში იყო, იგივეა ყველაფერი შენარჩუნებული და მომწონს რა, აი ბევრი არაფერი რო არა გაქვს, აი უფრო სპორტკარში მიდის, აი უფრო სპორტულ მანქანისკენ მიდის რა და მაგიტომ მევასება F სერიის M-ი ზოგადად რა და რავი, ჩემი რჩევაა, თუ M-დან кайფი გინდა მიიღოთ და შეგრძნებები გინდა მიიღოთ, უეჭველი F სერიის M-ი უნდა იყიდოთ, G სერიაზე არ იფიქროთ, მაგრამ თუ ვისაც G სერია გევასებათ, შეგიძლიათ კი ბატონო შეიძინოთ,
მაგრამ მე F-series M-ს ვანიჭებ უპირატესობას რა. DCT გადართვები აი ტრაქში რო გირტყავს მაგარი გადართვა რო აქვს და აი ბოლომდე რო აუწევ ამ ჩხირებს და აი ზანოში მევასება, აი ზანოშით გახარ და თქლა სიჩქარეს გამოარტყამ და ეგრევე აგზელებს, არც ბუსტი უვარდება, გამორტყმა აქ ეგონება მექანიკის ეფექტი აქო და ერთი სიტყვით რა, F-series M-ი არის ჩემთვის ბოლო M-ის პაკალენია ამის იქეთ, M-ს მე არ ვიყიდი, ვერ გეტყვით, ვიყიდი აუცილებლად, ოღონდ F-series ყოველთვის მეყოლება, იმიტომ რომ F-series-დან ძალიან მაგარ შეგრძნებებს, აი ძველი Sorokshestis მყავდა M-ი და იქედან მოყოლებული ძველ თაობებს უფრო მახსენებს რა ეს კუზავები და მაგიტომ მევასება ზოგადად F-series-ი. რაც შეეხება stock turbos, stock ძრავს, stock საწვავის სისტემას, ყველაფერი სტოკია მანქანაზე, კატალიზატორიც კი აყენია. ჩავედით ახლა უკვე წეროვანში და შემოგთავაზებთ 100-200-ის გარბენებს, თუ რამდენში გაივლის, მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ stage 2 კატალიზატორებით არასდროს არ მივლია. თუ დავდიოდი stage 2-ით, უეჭველი დაუნფაიფები ეყენა, კატალიზატორი ამოღებული და შესაბამისად მოგეხსენებათ ახლა დაუნფაიფზე უეჭველი 0.8 წამით ჩქარი უნდა იყოს ყველა პონჩი და ეხლა რადგან კატალიზატორები აყენია, მეც მაინტერესებს 100-200 რამდენში გაივლის. თქვენთან ერთად ვნახავთ ყველაფერს. 70-დან ვაჭერ მე-13. აუ, რამდენი ხანია ესეთ ნელ მანქანაში არ უმჯდარო არ ძმაო. Короче, სტოკი turbo stage 2 კატალიზატორებით მე და ბესო. ბესო რამდენი კილო ხარ? 75 კილოა ბესო. 7-5-ში გავიარეთ. ხო, 100-200 გავიარეთ 7-5-ში რა. ამას ეხა კატალიზატორები რო გამოაძრო ანუ დაუნფაიფი რო დააყენო, უეჭველი 7-იანიდან გამოვა 6-ის მაღალს ივლის რა. ხო და რაც ისე თქვა მინდოდა, ანუ stock turbos შეუძლია 5-იანიც გამოაჩინოს, ოღონდ აუცილებლად სპირტზე უნდა დანასრო იქნეს E40, E50-ზე. custom-ი, ანუ ხელით უნდა მოემატოს წნევა. stage 2 პლუსი თუ stage 3 არ აქვს უსამა უკვე custom-ს რო გააკეთებ, E40, E50-ზე რო დაანასრო იქებ 100-200 მარტო კაცის გარეშე 5-8-5-9-ში უეჭველი ივლის რა. ყველაფერი სტოკი იქნება, ოღონდ ნასტროიკა იქნება custom-ი. ნუ სტოკში გულისხმობ ძრავს და საწვავის სისტემას და ტურბოს და ყველაფერს ახლა ვიღაცა არ თქვას რომ რანაირი სტოკი იქნება, დაუნფაიფს რაღაცას თუ დაუყენებო. ანუ მე გულისხმობ ძრავის საწვავის სისტემა, ინტერკულერები, რადიატორები, აი ყველაფერი სტოკი, კარგად დანასტროიკებული. 100-200 გაივლის 5-8-5-9-ში. მე ვარ პასუხისმგებელი მაგაზიც, მაო, უეჭველი გაივლის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავთოს გაკეთებული AB performance-ის stock turbo დადის 5-8, 5-7, 5-9-ში. შესაბამისად, მაქედან გამომდინარე, მეც მაქვს ნანახი, მეც მჯდარ ვარ მაგ მანქანაზე, მე თვითონაც გამივლია 5-9-ში. გეუბნებით, რომ უეჭველი გამვლელია 5-9, 5-8-ში stock turbo. ეხლა კი რაც შეეხება ერთიც მოვტრიალდეთ, მაინც გადავამოწმოთ 1-100-200 კიდე გავზომოთ. თუ სტაბილურია მანქანა, ისევ 5-7-5-თან მიახლოებული უნდა იყოს, ან 7-4, ან 7-5, ან 7-6 რა და რაც შეეხება stock turbos, მეგობრებო, არაზროს არატრიალოთ 7000, 6800 და ესე შემდეგ. აუცილებლად გადაურთეთ 6100, 6200-ზე. რადგან მაღალში ტრიალს აზრი არ აქვს, რადგან turbo არის პატარა და 6000-ის მერე ტყუილ უბრალოდ ტრიალებს არანაირი შედეგი არ მოაქვს, ვაფშე ცუდ დროს დაწერს ხოლმე. ჰიბრიდ turboსაც თუ ეგრე გაუკეთებთ, უკეთესი იქნება. ბევრი ტრიალი უყვარს დიდ turbo's, singles, აი მეორე მანქანა რო გველოდება და ეხა 100-200 გავზომავთ, აი მაგ მანქანაზე მაქვს საუბარი, ეგ იმენა ბოლომდე უნდა ატრიალო, იმიტომ რომ მაღლებშიც კი წნევა აქვს, მაღლებშიც კი ბუსტი აქვს და ეხა ჩემთვის საინტერესოა ის მანქანა რამდენში გაივლის. ეხლა მოვტრიალდეთ 1-100-200-იც გავზომოთ და წავიდეთ და უკვე სინგლით გამოვიდით. რავი, წავედით, მაგრამ არ გვეყოფა გზა. ვეყო.
ეხა გავიარეთ 7-7-ში. ცოტა დაბლიდან მომიწია დაჭერა და ბუძზე კარგად ვერ შევიდა. არა უშავს რა. იდეაში სტაბილურია, ერთი და იგივე დროში დადის თითქმის რა. შენ გარეშე ხა კაცის გარეშე 7-3, 7-4-ში უეჭველი ვივდი რა. სტოკ ტურბოს ძალიან ეთყობა წონა რა და კაცის გარეშე კაი გაგრილებული უეჭველი 7-ის დაბალ სივლის 7-2, 7-3 და. რავი ეხა არ დაგვიწეროთ კომენტარებში წამოძმა დავაჭიროთ და რაღაცა, თორე ზუსტად 2 წუთი დაგვჭირდება და 5-იანში ივლის ეგრევე და შესაბამისად კატალიზატორებით არაფერს არ უკეთებთ ამ მანქანას, რადგან იყიდება როგორც გითხარით, აი სტაბილური, იდეალური არაფერი არ ჭირს მანქანას რა და თუ დაინტერესდებით, სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ მოგწეროთ და დეტალურ ფოტოებს, ვიდეოებს გამოგიგზავნით ამ მანქანის ყველაფერს. ეხა კი წავედით, single turbo წამოვიყვანოთ და უკვე დავიწყოთ single turbo-თ გატესტვა თუ რამდენში დადის single turbo. ჯერ დაბალი წნევით დავაჭერ და ნელ-ნელა აუწევ წნევას. წავედით ეხა მეორე მანქანასთან. ჯერ დაბალი წნევით დავაჭერთ. იმიტომ რომ დინოზე ავთომ რო დაანასტროიკა, ზოგადად დინოზე რო დაანასტროიკებ, მე ბანზე უნდა გამოხვიდე და გადაამოწმო. თუ ყველაფერი წესრიგშია, ოდნავ მე შეგიძლია აუწიო წნევა, რადგან დინოდან გამოსვლის შემდეგ დიდი ალბათობა არის ბანზე overboost-ზე გავიდეს, რადგან აქ სხვა ტემპერატურაა, სხვა ჰაერია და ლოადიც სხვა. ეხა ავდგეთ, ჯერ დავაჭიროთ დაბალი წნევით და ნელ-ნელა მე თვითონ boost კონტროლერი გვიყენია და აუწევ. ჯერ basic აი არ ვიცი, ეხა ზუსტად, იმიტომ რომ 62%-ზე აყენია და აი მე-4-ში რო დავაჭერ, ეხა ზუსტად გავიგებ წნევას რამდენია. აი აქ პროსტო დავაჭერ, გავტესტავ წნევაზე როგორ გადის. ძათა ხარ? დავედით? იდეალურია 28 PSI-ა, მე მგონი აღარ შევეხები აღარაფერს. პროსტო სინგლს ეს აქვს ცუდი. დიდი ხანი გადის ბუსტზე. ანუ შეხედე მეგობრებო, სინგლის ცუდი თვისება რაც არის, ქალაქში სამოძრაოდ არის საშინელება, რადგან აი აბგონზე გასვლა როგინა უსვათ სწრაფად როგინა გადახვიდე, აი არ მიდის რა, სანამ თავის აბაროც არ მიაღწევს, სადაც იმენა ბუსტზე უნდა გავიდეს. სტოკ ტურბო ამ შემთხვევაში უეჭველი ჯობია. ეხა ვიღაცა იტყვის, რომ ამხელა ტურბო რო ჩამოკიდე, მაგიტო არ გადის ბუსტზე. პატარა ტურბოს თუ დააყენებ სინგლს 900-იანს, რავი, 1000-იანს, 1050-იან შედარებით უკეთესი არის, შეგრძნებებიც უკეთესი აქვს, ბუსტზე გასვლაც უკეთესი აქვს და ყველაფერი, მაგრამ ამ მანქანის კონკრეტულად მეპატრონეს, ჩვენს მეგობარს უნდოდა რომ ყველაზე დიდი მაქსიმალური შვალედი დაეჭირა და 1200-იანი ტურბო მაგიტო დავაყენეთ, რადგან სამომავლოდ ამ მანქანის კოვანზე აწყობას აპირებს ძრავის და საწვავის სისტემის დაყენებას და კოლოფის გაკეთებას და მერე უფრო მეტის ხენების ჯანის და ყველაფრის ამოღებას 1000 პლუსი უნდა საბურავზე რო კონდეს და ჯერ დავიწყეთ ტურბოსკიტით, სხვა ვაფშე არაფერი არ შეგვიცვლია, ყველაფერი არის სტოკი, ძრავის, საწვავის სისტემაც, გაგრილებების ერთადერთი ზედა კულერი დავაყენეთ aftermarket-ი, რადგან დიდი სინგლი დავაყენეთ და stock coolers ფიჭებში გამტარიანობა იმდენი არ აქვს ამ სინგლს რო ეყოს და ავდექი და მაგიტო დავაყენეთ პლუს სტოკი კულერი შეიძლება გასკდეს პლასმასები აქვს გვერდებზე და არა კარგი სინგლის შემთხვევაში stock cooler-ზე რო იყოს. საწვავის სისტემაში რაც შევცვალეთ, ერთადერთი არის ინჟექტორები. Stock ინჟექტორები ამისი მოხსენით, რადგან 620-ს უძლებს საბურავზე, ან უძლებს რა, ანუ ყოფნის საწვავის სისტემა. და რო საწვავის სისტემა არ გამოგულეოდა და რო გვინდოდა 700-800 ცხენი ჩვენ ძრავზე, მაგიტო ავდექით და M5-ის ინჟექტორები დავაყენეთ მხოლოდ. ამ ეტაპისთვის ამ მანქანაზე აყენია მხოლოდ ტურბოსკიტი, M5-ის ინჟექტორები და ნასტროიკა წერია ABB Performance-ის. ეხა დავაჭერთ 100-ას გავტესტავთ, რამდენში დადის, ბენზინზე სპირტის მაპი არა გვაქვს აკეთებული, რადგან ჯერ არ უნდა მეპატრონეს სპირტის მაპი ქონოდა, იმიტომ რომ სამომავლოდ როცა კოვანს აწყობს, მერე გააკეთებს ყველაფერს. ეხა უნდა მხოლოდ ბენზინზე რო ევლო. და მეც მაინტერესებს ეხა 100-ას რამდენში დადის. წავედით? თავარია ბუსზე შევიდეს რა, თავის დროზე. იმედია ეს აქ მოიცა ამ გადასახტონს გავწთები, იმიტომ რომ გადასახტომია.
და დავაჭერ. დავედით? ვა, ვერ მოეჭიდა. აქ იგზნობა სინგლი როა. დავედით. ვა. ბუქსაობს და ცუდია. ვერ ვტესტავთ. დავედით. არ ეჭიდება. ფიზიკურად ვერ ვაჭიდებთ. მოდი მე-4-დან ვცადოთ, აბა მე-4-დან 100-200 რას დაწერს. დავედით. მე-4-დან ეჭიდება. მე-4-დან 100-200 კიდე წესიერს ვერ დაწერს რა, აზრი არა. მე-3-დან როგორ უნდა მოვაჭიდო? საბურავები უნდა ყველაფერში. ვა. არა, სლიკები არაყენია და პრობლემაც ეგაა ზუსტად. თვითონ მე პატრონებს ნაყიდი აქვს, უბრალოდ აქეთ არ არის და აბა ვცდი ერთს იქნება მოიჭიდოს. ცოტა მოვაჭიდე. აი ხო, აი პიზდეცია რა. ბიჭო, ვერ დავაჭირე კარგად. ბუქსაობდა. ყველა სიჩქარე მალე შევცვალე იმის გამო, რომ კიდე ბუსზე გადიოდა და ლაბის გავიოფლე. ვიცი ხო, გზაც არ იყო კაი და რავი, არ ვიცი ძმაო და 100-200 გავიარე 6-3-ში რა. ეხა შენს გარეშე უეჭველია ხო 6-იანს ხომ მაინც დაწერდა და ეს რო იდეალურად მოვამზადო სლიკები რო ჩავაცვათ, კაი მოჭიდება რომ მივცეთ 5-6, 5-5, 5-4-ში უეჭველი ივლის რა. თან სიჩქარები მალე ვწვალე. ანუ არ აი კადრში არ ვიცი მეგობრებო რამდენად ჩანს, მაგრამ აი ძალიან არასტაბილურად დგას და მე მგონი ამანქანაზე რაზვალის გასასწორებელია. და მოდი ჯობია ერთს მოვტრიალდები. ფიქრობ რომ ერთი კიდე დავაჭირო. რადგან მე მგონი ცოტა შეთფა საბურავი და თუ არ მოეჭიდა, აღარ დავაჭერ, 100-200 ერთხელ გავუძომე ისიც ძლივს და 6-3-ში გავიარე კაცთან ერთად, ორი კაცით ანუ მოდი ჯობია რომ ერთს ვცდი, თუ ვერ მოვეჭიდი, აღარ ვცდი, უკვე ხვალ გავატანთ მე პატრონეს, იმიტომ რომ დავამთავრეთ ეს პროექტი, ხვალ უნდა ჩავაბაროთ. იდეალურად აწნევაც იდეალურად და ყველაფერი არის იდეალურად. ხვალ გავატან, მე თვითონ რაზვალსაც მიხედავს, საბურავებსაც ჩააცმევს და მე უკვე მოჭიდებას მაგარი ექნება და ყველაფერი მაგარი იქნება და ძალიან მაგარ დროს დაწერს. წარმოიდგინე, ყველაფერი არის სტოკი და მანქანა დადის, რავი, დადის რა, ანუ 6-3-ში კაცთან ერთად იარა და აი ყველაფერს რომ მოაწესრიგებ, უეჭველი 5-ის დაბალს ივლის და ეხა ყველაფერი რო სტოკი გაქვს და 5-ის დაბალს დადიხარ, ძალიან მაგარია. სტოკი ტურბო ვერაზროს ვერ ივლის 5-ის დაბალს, 100-200 და ეგ კი არა ბევრ ჰიბრიდ ტურბოს უჭირს, რო იცოდეთ 100-200-ის სიარული 5-ის დაბალში სინგლი მაინც სინგლია რა. ბევრ ჰიბრიდ ტურბოს უჭირს რა, დადიან კიდევაც, მაგრამ ანუ მე გულისხმობ ესე მარტივად ბენზინზე მეგობრებო 27-28 PSI-ით მანქანა რო 5-იანში დადის ძალიან მაგარი შედეგია და ჰიბრიდ ტურბო რატო ვახსენე, ჰიბრიდ ტურბო 36-37 PSI-ზე პლუს სპირტზე S60, E50-ზე უნდა დაანასრო იყო რომ 5-ის დაბალი და 5-იანიდან გამოვიდეს და 4-7, 4-6, 4-5-ში იაროს რა და სინგლი მაგიტო არის კაი რა, თუ გაზავი გევასება და ბანი გევასება, უეჭველი უნდა დააყენოთ სინგლი, ყველანაირ ჰიბრიდ ტურბოს, სტოკ ტურბოს უნდა დაანებოთ თავი. მაგრამ ცუდი ის აქვს, რომ ყოველდღიურობისთვის ქალაქში გადასაადგილებლად ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ბუძზე არ გადის, ლაგი აქვს, აბონზე ვერ გახვალთ. აი, სწრაფი მანევრი რო გინდოდეს, სწრაფად წასვლა რო გინდოდეს, ვერ იზამთ ვერაფერს რა. ამ ტურბოზე გულისხმობ ხა რაც ამაზე აყენია თორე ხა. ამაზე რო G35, G30 ეყენო, შეუულებრივად იმოძრავდი, მაგრამ G30 და G35
რავი, ჩემი აზრით არც ღირს რო დააყენო. იმიტომ რომ თუ დააყენებ G52-ზე ნაკლები არ უნდა დააყენო. ან G35 უნდა დააყენო 1100-იანი, ან G52 1200-იანი და ზემოთ კიდე იასინე ჯობია და ჯობია. თუ საგაზაოდ გინდა ყველა კონჩის ინვესტობა უნდა დააყენოთ. როგორც გითხარით, ეხა მოვტრიალდები ერთს კიდე დავაჭერ, თუ მოეჭიდა, თუ არ მოეჭიდა დავანებებ თავს და წავალ სახლში. მიახლოებით რაც გვაინტერესებდა გავიგეთ. 2 მანქანა, 2-ვე ყველაფერი სტოკი. აქეთ ტურბოს კიტი აყენია, იქეთ სტოკი ტურბოს H2 წერია და რამხელა სხვაობა ერთმანეთში. ეგაა basic. ეხა ჩავიდეთ და ერთი კიდე დავაჭიროთ. მე მგონი ეჭიდება, ხო? ეჭიდება. მე მგონი ეჭიდება, ის ხმა რო იყო, გას რო გაუშვი, გეითმა გაისროლა, მაგის ხმა ის. ნუ ბუქსაობს, მაგრამ ეხა ტრაკი აღარ მიაქვს და ხვდები რა დაჭერა შეიძლება რა. მე მგონი შეიძლება და აი ვცდი ერთს კიდე რა. მინდა რომ 5-იანი გამოვაჩინო რა. აფუქსაობით წარმოდები. გაიხარე ძმაო, ეხლავე შეუდგები საქმეს. просто წინ გადასახტო მე მაგას გავცდები და ერთს დავაჭერა. მედია გამოაჩენს. წავედით. მე 4-ში მაქვს. წავედით. კიდე არ მოეჭიდა. მოდი ერთსაც ვცდი რა. წავედით. არა. აზრი არ აქვს. კაი. მოდი რა ვქნათ იცი? ცოტას დაუკლებ წნევას რა. ხო ჯობია. 60%-ზე დავაყენებ. იქნება მოეჭიდოს რა. წავედით. მზად ხარ? აზრი არ აქვს. არ ვიცი აზრი არა ვარ, აზრი არ აქვს, არ ეჭიდება რა. რავი, ძალიან მინდოდა რომ მოჭიდებოდა, მაგრამ არ ეჭიდებოდა. 100-200-იც გავტესტოთ, რა თუ გაამართლა. წავედით. სინოლში ვიარეთ ეხა. ეხა გაიარა 100-200-6-0. კი. ორა ცოტა უკეთესად მოეჭიდა რა. გაიარა. ერთი სიტყვით, როგორც გითხარი რა. კაი მოჭიდებით, კაცის გარეშე, 5-ის დაბალს, 5-2, 5-3-ს, ჩვეულებრივად იulis ჩემო ძმაო. მოდი იტოქში წავიდეთ, კალაქსში ჩავიდეთ. და დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ვიდეო, შვიდად, ლამაზად და კარგად და პლუს შემდეგი რა მანქანა იქნება ან გეტყვით, ან თქვენ უნდა გამოვისმით. წავედით დღეს კალაქსში.
ჩამოვედით მეგობრებო, თბილისში ვართ. Როგორც ნახეთ, Stock Turbos შესაძლებლობა რაც არის Stage-ორზე კატალიზატორებით ყველაფერი სტოკი დადის აი ამ დროში. ნუ კაცის გარეშე უკეთეს დროშიც ვივლიდით და დაუნფაიფები რო გვეყენოს კიდე უფრო მაგარ დროში ვივლიდით. რაც შეეხება Sync Turbos, ფიზიკურად ვერ მოვაჭიდეთ და ნახავდით კიდევაც ვიდეოში. ძალიან საშინელი საბურავები აყენე და არ მოეჭიდა და ეხა სხვისი მანქანაა და არ მინდა ზედმეტად გავიმეტო. დანარჩენი უკვე ამ მანქანის რეალურ დროებს თვითონ მე პატრონე გაზომავს, მე რაც მაინტერესებდა 6-იანიდან ჩვეულებრივად გამოვა 5-4-5-3-ში უეჭველი ივლის. ამ ვიდეოს რაც შეეხება მეგობრებო, გადააზიარეთ, დააკომენტარეთ თუ რამე თქვენთვის საინტერესო კითხვა იქნება, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ, აუცილებლად შევესწრებით რომ კომენტარებშივე გიპასუხო და აუცილებლად შევესწრებით რომ შემდეგ ვიდეოშივე გიპასუხოთ. კიდე ძალიან ბევრჯერ გადავიღებთ F სერიას, S55-ს და მაქსიმალურად თავიდან ბოლომდე ყველაფერს გეტყვით ამ ძრავებზე და ზოგადად ამ მანქანაზე. მე კიდე გემშვიდობებით, კარგად იყავით.